ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებულ სიუჟეტს შემოგთავაზებთ, გავიხსენოთ ერთ-ერთი გადაცემა თბილისი და თბილისელების რედაქციის ვიდეო არქივიდან. ეხლა ხდება ახალი ეს ჩოხოსნების გაწევრიანება. წესი არის ასეთი, ორ მხრივად დავდგებით და გაივლიან ისინი აი ამ რიგში. და შემდეგ უხუცესი ეს არის შემდეგ ანჯლებს თვითონ ნახავთ ეხლა ამ რიტუალს, ანჯლებს ამოვიღებთ ჩვენ და მათი შეხებით გაივლის ამ ქვეშ ის ახალი ჩოხოსანი, საზოგადოების ახალი წევრი და შემდეგ საზოგადოების უხუცესი აკურთხებს მას. დალოცავს რომ უყვარდეს სამშობლო, ოჯახი და ჩვენი საზოგადოება და იყოს ერთგული. ეს არაჩვეულებრივი რიტუალი სიმბოლურად დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ზეგვთან ჩატარდა. იქნებ კიდევ ერთხელ იმაზე დასაფიქრებლად, რომ ქვეყნის მომავალი წარსულიდან იწყება. საუკუნეების სიღრმეებში იღებს სათავეს ჩვენი ფესვები და ბალავარი, ტრადიციები და ჩვეულებები. ჟამთა ცვალებადობას ბევრი რამ ეწირება, მათ შორის ეროვნული ფასეულობები. მაგრამ ულამაზესი ქართული სამოსელი არ დანებდა სიძველის კიდობას და არც მხოლოდ ეროვნული ცეკვის სიმბოლოდ დარჩენა ისურვა. რარიქ გაიხარებდა ეს რიტუალი რომ ეხილა ეულ ჩოხოსანს, კონსტანტინე გამსახურდიას, ნახევარი საუკუნის წინ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი დინჯად რომ დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში. მერე მას თანამოაზრეებს გამოუჩნდნენ. 45 წლის წინ მამა პაპისეული ჩოხებით შემოსილი და ქამარხანჯლის წენ დამშვენებული 10 ვაჟკაცი ბუკანაკაიძის თავკაცობით მაგიდას შემოუსხდა. შემუშავდა ჩოხოსანთა საძმოს წესდება, რომელშიც მკაცრად იყო განსაზღვრული ეროვნული სამოსელის მოხმარების ნორმები და საძმოს წევრთა მოვალეობა. მაგალითისათვის, ეროვნული ტანჩაცმულობა მარტო ესთეტიკური სანახაობა კი არ არის, არამედ ქართველი მამულიშვილის კაცურკაცობა, მანდილოსნის სინდის ნამუსი, ჩვენი სახელისა და ღირსების საზომი. ბატონი ბუკა იყო უსაზღროდ შეყვარებული საქართველოსი. აი ეროვნული ტანსაცმლის მიმართ დიდი სიყვარული და დიდი სითბო, აი თითქოს სამშობლოს სიყვარულს მონაზღაურებდა. ქართულ ჩოხაში არის აი ის მადლი, ის სიკეთე, რაც ქართველ კაცს ჰქონდა ძველთაგანვე. ეს რაინდობა, ეს ვაჟკაცობა, ეს მამულიშვილობა, ეს პატივისცემა ქალის მიმართ, უფროსის მიმართ, აი სუფრასთან მოქცევის წესი, მეგობრობა როგორი უნდა იყოს, სიჩაუქე როგორი უნდა იყოს, კაცობა როგორი უნდა იყოს. მე მგონი აი ეს ყველაფერი არის ჩოხაში. ჩოხა სულიერად აგამაღლებს. რადგან სულიერად აგამაღლებს, ამიტომ დავიწყეთ შემდეგ ზრუნვა, რომ ყველა სადაც მიგვიწვდებოდა ხელი, გვერდშია რომ შემოსულიყო საზოგადოება. თბილისი და თბილისელების არქივში შემონახული ეს კადრები 8 წლის წინაა გადაღებული. როსტომ ყენია, რომელსაც თქვენ ახლა მოусმენთ, ცოცხალი აღარ გახვალთ, მაგრამ დარჩა მისი სიტყვა და კიდევ ახდენილი ოცნება. უკეთესი სამოსი ვისაა ჩვენ რო გვაქვს? აი შეხედეთ თქვენ თვითონ რა უხდებათ. ვიღადებს რომ ჭარმოგი ხალხი ვართ, მაინც ჩვენ და უხდებათ თითოეულ მათგანს იმ დროს ამაღლებს ადამიანს. ჯერ ისეთი ატლეტური აგებულებსაც ჩანს, მერე რაინდულია, მერე შემართებულია და ყოველთვის ახდენდა ფორმა გავლენას შინაარსზე ყოველთვის და აი ესენი არიან ჩვენი ჩოხოსნები. მე მინდა რომ ახალგაზრდა მოვიდეს ჩვენთან. ჩვენერი ხალხი რა, რომელიც ჩოხას იცავს, არის შვედია. საქართველოს ყველას მოეცეს. აი ახალი ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან. ის ბიჭები
ნახავე თავის აფხანაგებს და იმ შეიქმნება ის შეიქმნება რაც ჩვენ გვინდა რომ ყველას ერთ-ერთ ჩოხა იყოს პატიოსანი, იყოს კარგი. ჩვენ გვწამს რომ ქართული სამოსის ჩამცველი ადამიანი ნამდვილად პატრიოტია ერისა და ქვეყნის. ის საქართველოს არასოდეს არ უღალატებს, საქართველოს ყოველთვის ჭირში და ხეში დაუდგება, საქართველოსთვის თავდადებს. ეს ზნე, ადათი და ჩვეულება, რაც ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს საამაყო, ეს რომ შევინარჩუნოთ. რო არ გავრცელდეს საქართველოში საყურებიანი მამაკაცები, ძელთვიანი მამაკაცები, ცისფერები და ათასფერები, აი ეს ჩოხა შემოინახავს ამ ტრადიციას და ამ კაცურ კაცობას. ჩვენთან გოგონებიც არიან გაწევრიანებული, რომლებიც ქართულ ლეჩაკს ატარებენ და აი ქართული დედის სინონიმი და ნიმუში უნდა იყოს ისინი. მარიკო და თამუნა თავიდანვე ცნობილი იყვნენ როგორც ჩვენი აი ამ საძმოს ჩოხოსნების ოჯახის წევრები და დღეს უკვე აი ეს ლამაზად ჩვენ ორი ლამაზი მანდილოსანი ყავს უკვე ჩვენს წრეში. შევიწელია ამ საზოგადოებაში და როცა შეხვედრებზე დავდიოდი დამყავდა თამუნა და თვითონ გაუჩნდა სურვილი. მე ნამდვილად არ მომიხვევია თავზე. თავისებური განცდა რომ გაცია ქართული ფორმა. და ხა უკვე არ ვიცი, აი ვერ ავხსნი ამ განცდას. მე მგონი ასეთი სარიტუალო და ასეთი ლამაზი სამოსი არც ერთ არ არის. თუ პრიბალტიკა იცავს, თუ უკრაინა იცავს, ითნაგდებათ ჩვენი სამოსით მათზე. მე მოხარული ვარ რომ დღეს ულამაზესი და უკეთესობილესი ახალგაზრდები შემოგვემატა. აი ეს ლამაზი ხალხი რომელიც თავის ცხოვრებას ალამაზებენ, ერისშვილები არიან, ერს მხარში უდგანან ყველანაირად. რაჯობია შეხედეთ ახლა. ნამდვილი ვაჟკაცები და ეროვნული სული ტრიალებს აქ ხო არა? ეს არის ბედნიერება და დალოცვილი, როგორც თვითონ არიან ლოცავენ ჩვენ ერს და ჩვენ ხალხს, ისე დალოცვილი უნდა იყოს ესენი, იმიტომ რომ სხვა უფლება ამათ არ აქვს. დამილოცეთ. როდის ჩაიცვით ჩოხა პირველად? ახალგაზრდობაში 12-13 წელს ვიყავი პირველად რო ჩავიჭი. მაგრამ დღეს ამას უფრო სხვადასხვა აქვს ჩემთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენ ფესვებთან დაახლოება, ჩვენ ძირთან დაახლოება და ვფიქრობ, რომ ყოველდღიური დღე ჩვენ გვექნება ძლიერი თუ დაუბრუნდებით ჩვენ წინაპრებს და ჩვენი ტრადიციებს, რომელიც ნამდვილად ქართულია. ეს არ არის ჩემთვის მარტო ჩოხა და რაღაც განსაცმელი და სამოსი, ეს გაცილებით სხვა რამეა. პირველად ჩოხა 21 საუკუნეში ჩავიცი. პირველი ახალი წელი შევხვდი უკვე ჩოხაში. ჩემთვის სიმბოლური დღე და საერთოდ ჩოხის დარება. სიმბოლიკა ახლავს ძალიან დიდი ყოველგვარ ქართულს და ტრადიციულს. მთელი ოჯახი იყო მონაწილე ჩემი დღევანდელი და საერთოდ ჩოხის ჩასმის პროცესში. მეუღლეც, ბავშვებიც და თუ კი ეზიარებიან აი ამ ტრადიციას ძალიან კარგი იქნება და თვითონ მონდომებულები არიან ყოველ შემთხვევაში ჩემი შვილები. თვითონ ეს პროცესი ამ ჩოხა ახალოხის ჩაცმის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. შენემზადები რაღაც განსაკუთრებულისთვის და აი ეს განსაკუთრებული დღეს მოხდა ჩემთვის. ძალიან დიდი ტრადიცია და ძალიან დიდი ისტორია. აი ამ ასხმულობა, ქილები, ხამარ-ხანჯალი და აი პატარა მაგალითია, ხომ? აი ვაშლის და ხილის, ასე ვთქვათ, აი სუფრისთვის ამას ხანჯალს ახლავს შვილი, მაგალითად აი ესეთი პატარა დანა. თვითონ ხანჯლის გაკეთებაც და შექმნაც ეს არის თავის ფილოსოფია. ანუ ამას როგორც ხელოვნებას ისეთივე რანგში იყო აყვანილი თავის დროზე. ხანგრძლივი პროცედურა ეს ჩაცმა საკმაოდ. ჩოხას მორგება უნდა წანზე ისე ახლა ზოგი რო იცნობს ჩაჩანჩურებული აქ ისე უხერხულია ის უკვე ჩოხის შეურაცხყოფა, ეროვნული სამოსის შეურაცხყოფა. მე ძალიან ძნელი კი არა, უფრო ჭირვეულია ეს თვითონ ფეხსაცმელის შექმნების ჩაცმა. თამუნი ახლა ღირკილოების შეკვრა დამჭირდება. ეს არის ღირკილოები? ღირკილო არის აი ეს არის ღირკილო. ჩაცმის მერე სხვა ადამიანი ხდებით თუ არაფერი არის? როგორ არის ცვლილება? სხვა როდესაც ჩოხა გაცვია. ეს რაღაც ამაღლებული გრძნობა გეუფლება და რაღაც სიამაყის გრძნობა გეუფლება. უხერხულია, უბრალოდ ჩოხა გეცვას და შენ ესეთი საქონდეც რა ქვია, მდგომარეობა ესეთი ამაღლებული. ის რავალნაირი ჩოხა არსებობს. არის თეატრალიზებული ჩოხა და არის აი
ნამდვილი ეროვნული ჩოხა. აი ახლა ეს რომ არის ამაზე მეტი ესე იგი აი ზიზილპიპილოს რო ეძახიან ყოლა დაუშვებელია იყოს ჩოხაზე მეკერებული. მე ორი ჩოხა მაქვს, ერთი წითელი და ესეთი შინდისფერი და მეორე შავი. საზეიმო ვითარებაში აი ამ შინდისფერ ჩოხას ვიცმევ. მირჩევნია მის ჩაცმა, ისი არ არის გამორიცხული რომ შავით ჩაიცვა ზეიმის დროს, მაგრამ მე უშუალოდ შავ ჩოხას ვიცმევ აი სამგლოვიარე სიტუაციაში. ამას წინათ ელგუჯა ამაშოკელს რო ვასაფლავდით, ესე იგი პანაშვიძე მაგალითად შავი ჩოხით მივედი და შავი ჩოხა მეცვა. ხო, კამარი გავიგეთ რა? მე კამარი აუცილებლად მოჭერილი უნდა კონდეს. უხერხულია, როდესაც აი მოშვებული გაქვს კამარი. ეს უკვე კარგავს ყოველგვარ სილამაზეს კარგავს. კამრის მოჭერის დროს ფეხის წვერებზე უნდა დადგე, რომ კარგად მოგეჭიროს კამარი. შეისუნთქო უნდა. ხო. ეს კამარხანჯალი, ესე იგი მაჩუხა მაშინ 30 წლის წინათ ოთარ გოგიდიძემ აი ამან ამ მეგობარმა ძველია რა თქმა უნდა მას უბრალოდ იქითა საუკუნის აწერია ამას 1895 წელი. ეს არის 2 საუკუნის ხილები. ეს ერთ-ერთ უდიდეს თავად ეკეთა ეს ხილები. ეს არის ძვალია, ძველებური, მეგრელ თავად ეს ეკეთა და მე მისმა შთამომავლობამ მაჩუქე. აი, ალბატონი დამარი. ჩუმად შეუკერე ეს კაბა. ჩვენი 25 წლის ის იყო ქორწინების თავი. ჩოხის ფერს სხვა ფერი ახალოხი უხდება. იცით, მაგრამ როცა სამგლოვი აროა, მაშინ შავი ახალოხი უნდა გაიგეთო ამას. როცა სამგლოვი არ არის, მაშინ ახალოხი უნდა ჩაიცვა ალბათ სხვა ფერის. აი ეს წითელი ახალოხი მეცვა. კიდევ არის აქ მესამე ფერის ახალოხი, რომელიც ასევე შეიძლება მოუხდეს, ამასაც მოუხდება და შავსაც მოუხდება. არის დღეები რაღაც განსაკუთრებული საქართველოს ისტორიიდან საქართველოს ცხოვრებაში, ოდესაც ჩვენ უნდა შევხვდეთ მას აი ქართულ სამოსში გამოწყობილნი. ხანდახან გამბიოლებს ხოლმე თავში ერთი სხდომაზე ბატონი ედვარდ შევარდნაძე რომ მოვიდეს ჩოხით. მეორე სხდომაზე ხო ყველა მინისტრი ჩოხით იქნება მოსული არა? ყველა შევახსენოთ რომ საჭიროა აი პატივისცემა ქართულის ნუ დავკარგავთ ამ ქართულ სამოს, ნუ დავკარგავთ. ესე იგი ყველაზე დიდი დღე ჩვენთვის არის 26 მაისი. 26 მაისს ვიკრიბებით ყველანი ჩოხებით და ყველა ერთად გავივლით რუსთაველის გამზირს. გავივლით, რომ ხალხმა შემოფხედოს, რომ ნახონ ხოჭურის შესახელები გვესმის ხოლმე თქვენ გენაცვალეთ და თქვენ და მე პატარა ისინიც რომ გვახლავთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. შემდეგ მივდივართ ეკლესიაში. იქ სანთელს უნთებთ საქართველოს ამაღლებას. ვიხარია რომ საქართველოს თავისუფალია, მაგრამ ფაქტობრივად ჯერ ბევრი აკლია თავისუფლებისაკენ. ალბათ ამასაც მოვესწრებით, ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ მოვესწროთ და შემდეგ იმართება სუფრა. ამ სიუჟეტის მომზადება დღეს მე დამევალა, ვინაიდან გადაცემის ავტორი ძალიან დაკავებულია და თუ რით, ამას ცოტა ხანში ერთად შევიტყობთ.
როგორ მოხდით ჩოხოსნების რიგებში? სრულიად მოულოდნელად ნილო სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ მე 8 წელიწადია ამ საძმოს წევრებს ვიცნობ, მეგობრებს, გადაცემებიც გაგვიკეთებია, ვერასოდეს ვერ გავკადნიერდებოდი, რომ გამომეხატა ჩემი სურვილი ხმამაღლა ყოფილიყავი ამ საზოგადოების წევრი. მაგრამ მოხდა ისე, რომ თავად საძმოს წევრებმა შემომთავაზეს გავხდარიყავი ამ საზოგადოების წევრი. Ну, რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, რადგანაც ეს არის ჩვენს დიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან მიბრუნება. მე მგონი თითო ხელი ეროვნული სამოსელი ყველა ქართველ ბანდილოსას და ქართველ ლაშკარს უნდა ქონდეს. ხომ არ აპირებ მომავალშიც აი ასეთ ფორმაში წაიყვანო შენი გადაცემები? სხვათა შორის ამაზე არ მიფიქრია, დავფიქრდები, ვნახოთ. რა ქვია? თამაზიკო. ჩოხა რატო გაცია თამაზიკო? დღეს მე ჩოხოსანი გავხდი. ძალიან მინდოდა თავიდან ეს ჩოხოსანთან რიგებში გავერთიანებული იყო, არაჩვეულებრივი საზოგადოება ყველაფერი. ძალიან კარგი არის, ეს ტრადიცია არის მართლა ქართული. რა ჩოხაში ალბათ უფრო ქართველად გრძნობს თავსნამდე. ჩემთვის ძალიან დიდი მადლია ჩოხოსნებში გაერთიანება და ვაჟკაცობას გრძნობ ძალიან დიდს. მე რა ვიცი. გრძნობ წინაპრების და წინაპრებს შეუერთდით და ადრეც უნდა გამხდარიყავი ამ საზოგადოების წევრი, მაგრამ ვერ ვიცლიდი, ჩემი სამუშაო ზაფხული დაკავებული მქონდა გაზაფხულის და ასე. ჩოხოსნობა როგორც ჩემს ერთს ნიშნავს, ჩემს სამშობლოს ნიშნავს, ჩემს სისხლს ნიშნავს და ასე და ასე ბევრი რამის განსაკუთრებით. მადლობთ. ეროვნული დღესასწაულია და მე მიმაჩნია, რომ ყველა ქართველმა უნდა იზეიმოს ეს დღესასწაული და ეროვნულ სამოსში უნდა იზეიმოს ეს დღესასწაული.